იმედია ეს იაპონიის გამოცდილება ცხოვრებაში დაგეხმარა და რომ ბევრი რაღაცა გადაწყდა. შეიძლება ხორნე აქვართ. აქვია შენი გეითი. აქვია შენი გეითი. წადი. ჩემო სიყვარულებო არ ვიცი როგორ. ეკავა მინასან თეგამია ოითი კიტასოშტე ვატაშტაჩი ვაკაიტა ტოკი ბისკიტა. ოცნებაში მაცხოვრეთ. მთელი გულით მადლობელი ვარ. მიყვარხართ სიყვარული თქვენი ხახველა.皆さん、テリチャンネルのテリです。なのです。エカです。いつも動画を見てくれてありがとう。今日は残念ながらエカが日本から出る日ですよ。どうですか、エカ？როგორ გრძნობ საბა? მოწყარილი ვარ. დღეს ყოველდღე დღეჯაც ეს ტკივა, ის ტკივა. აღარ უნდა წასვლა და ვიდეო ყველა ტკივილი მიგზენი რა.じゃあちょっと今からエカはパッキングしますよね。こうやってエカはドンキで新しいスーツケースを買いました。そしていろいろパックしてますよ。お土産ももう買いましたし。აბა ეკა ატევ ყველაფერს. რა ვიცი, აქ იმდენი რაღაცები დავაგროვე თუ ჩავატიე. ხო იცი ზოგადად არის ხოლმე რომ იაპონიაში რო წამოხვალ ბარგი როგორ უნდა ჩაალაგო იცი? ჩემოდანში უნდა ჩადო და კიდე ჩემოდანში რო ზოგადად აქ იმდენ რამე სიყიდი წაღება არის რთული მე. იმდენი რაღაცები ვიტყვი. სასუსმელი. ვერათე. მოგცა ჩემი ერთი ჩემოდანი დაგიმატო? ერთი ჟურჩანთან რო ქონდა სწავლა. エカはやっぱり一つの荷物で全部入れなかったのでここに移します。私のスーツケースあげました。მე მშვიდობია ბატოკიოს სახლს. მე ვჩები თქო. სადით. მომენატრე მაქავრობა. ოღონდ მართლა. ჯერ სათხე. ჯერ ჩადი საქართველოში და მე私たちは今上野で乗り換えしてます。確かにね、全部のロードはちょっとこうやってこれザブルロックスしました確かにმე ყოველდღე სასანეთად ჩემს სიუր ეს ჩვენ ნომერი ყურდა ფაქას ბოლო გაფიშება იყო ჩევში და ყველაფერს ვაკვირდებოდი მეტროსაც შეიძლება იაპონიაში გქონდეთ კი და უფრო We want to have Japanese Каваташтаは今空港に行く電車に待ちますよ。そして電車から出た人は多分ここのスタッフですよ。ここで働いている YouTube ずっと見てますね。かわいい。ვისო გონოდრილო გამეთქი რაღაცაზე გეკითხებოდა ისე ან მეც ახლა მე მეგონა მეთქი ისინეტა სასაკი არა უნდა ეკითხა და მაი დაიგუსი არიგატო გოზაიმას 私たちは今日成田空港にこの電車で行きますよ。すごくなんかヘビみたいですよね。いい形。AB 開けたり CD 開けたりいただきます。ჯორჯოიზიკის ბოლო ეტაპის იყო და სხვათა შორის ეკა შედას განდაიმებისგან და ჩვენგან გასხვავებით ეკას ბოლო საჭმელი გიოზა არის აქ ჩვენ გიუდონი ვჭამეთ ხოლმე მოიცადე ოკაი მიდი ეკას მაშიოდა და ვერ დაგველოდა
მოგზანგებელი ესეც. ცოტა მაგარი. ნახე ცოტა სხვანაირი გემოაქვს ხო? ოშოსი არ ხამაიჩი. მარვის მომაგები, თემე. ახლა ბედნიერი ვარ, წასვლის წინ გიოზას ვჭამ. ჭამე. ბევრი ჭამე. გინას უშენში ჭამე. როგორი იყო ჩემი ერთი თვე იაპონიაში? კი, მოგვიყევი ყველაფერი შენი შთაბეჭდილება, არასაჭმელი მოგეწონა ყველაფერი, მოგვიყევი მოკლედ. ჩემი ერთი თვიანი მოგზაურობა იაპონიაში იყო დაუჯერებელი. აი დაუჯერებელი მართლა. იმდენი ოცნება ავიხდინე ერთდროულად ამ ერთ თვეში. და კონკრეტულად თქვენი საყურება. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ამდენი ოცნება მართლა ასე უცება მიხდებოდა და აი საერთოდ თუ ამიხდებოდა მართლა არ ვიცი. იაპონია იყო ჩემი პირველი ქვეყანა. ჩემი ყველაზე განსხვავებული ქვეყანა, კულტურულად, ყველაფრით, აი ტრადიციულად არის და მართლა აი ნასიამოვნები ვარ, რომ პირველი ქვეყანა იყო იაპონია. და ამას უწოდებ კომფორტის ქვეყანას. დედა ზუსტად სულ მაგას გაიცახოდა ხოლმე ისე. კომფორტი და კომფორტი. ჩვენთვისაც რაღაცა ახლა ოგური მოგზაურობის კონტი იყო, იმიტომ რომ ყველა თითქოს ერთი ასაკის ვართ და ჭამე. ხო, ჭამე ხო. შეაცოდა ხო. ძალიან კარგი იყო და ეხა ეკა დავტვირთოთ კარგად, შეჭამოთ. და ისე იმგზავროს თან გაყვეს კარგად ეს გიოზას გემობოლოდე. მატარებელში ახლა ჩემ მოგონებებს ვიმეორებდი და ყველა ადგილს ჩემთვის სხვადასხვა ემოცია აქვს. მართლა ისეთი ემოციები დავაგროვე, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა. და ასე რომ დავბერდები და ჩემი შვილი შემოუყვება. პირველი იაპონიაში. ალბათ იაპონიას ლაპარაკით ყველას თავმობენ შეფრთხილდება. გააყოვებ ხო კარგი. ყველას რა ვიცი. იმდენი რამეა საქმელი, იმდენი რამე განსხვავებული და კარგი. არ ვიცი როგორ უნდა ჩავატიო ერთ საუბარში. ყველაზე მეტად კაფრამენელი. ხო, რაც ეგჭამა ორი სამჯერ. საქართველოში თან მსგავს იმათ ჭამიო, ასეთი გემრიელი გონიათ არ არის ის. ხო, მაგრამ ჩემს თან კომფორტული საჭმელია სწრაფი თან და მიყვარს. თან წარე მე ძაღლს. არა უშევს. არა უშევს. ამდენი სოუსის გაქცევა იქნება. რას დაიცეს? აქეთაც არის სოუსი ასე რომ გეყოფა. ჭამე. შენ ჭამე გიოზები ჩვენი და შევჭამთ ბევრს და შევარ შეჭამ ბევრს ასე რომ ნეტას ყოველშაბათი და კეთდება. არა არ არის, მაგრამ მე ვაკეთებ და რო ჩამოვალ გაგიკეთებ. მანამდე მოითმინე ცოტა ხანი. კიდე თუ მოგინდეს გითხარი. არ შეგწყვეს. კიდე ხო გიოზა შევჭამე. როგორი იყო? გემრიელი. კიდე ხო არ გინდა. მართლა. მთლიან სახლა. შეჭამბინე. მინდა. აი განძღარი იყავით ფინალში, მაინც მე იქ ვერ შეჭამ ვერაფერს. კაი, ეს შევიდე. Gyoza wa yappari tarinakatta node mada tanomimashita. こちらにまだ新しいピース来ました。12個頼みましたけど、まずは6ができて、まだ6が待ってますよ。No, what is it? Santoharua. What are you doing? ერთი წუთი წარ დავჭურე. მაგარი რო გშია და ჩვენს საყოველს საჭმელშია. ხო, როგორც სკოლიდან რომ მოდიხარ და შევყარ კარტოფილი. პროგრამოსთან ნინისთან მეც გავაკეთე გიოზა. მართლა? მე ჩემს ძველ გამიკეთე გიოზა. აი რეცეპტი მიხარი და იქნება მეც გავაკეთო. აი რო ჩემს დასწავლე. არ სწავლით ხო, იმიტომ რომ ასე ასეთი ყველას. არა, მე ბევრი რამე და დავიღოთ ვიდეო. გადავიღოთ. და შენს გიყვარს ხო საჭმლის კეთება? კი, როგორ არა. და შენ გიყვარს იმების კეთებას ყველაფერს გასწავლით. ჩვენი დრო ახლოვდება ნელა-ნელა და იმასაც თუ შევჭამთ, უნდა გავიქცეთ. მე ჯერ ვერ ვნერვიულობ. ალბათ ნუ აბერი ისეთი არ არის ყველაფერს მაგრამ მაინც ახლა რო იცი ვიცი თქვენი მხრიდან როგორ ანუ თქვენზე რო არ ჩაბარებული და რაღაც და თან პირველად იმას ფრაკერთან რომ
მეც არ დავეცინება სავარაუდოდ და არ ნერვიულობ მე რო ჩავჯდები მაგის მე არ ნერვიულობ მაგის მე ერთადერთი მე ის SMS-ები მინდა რა შეიძლება მალე ვნახო რომ ჩავედი დოჰაში ჩავედი საქართველოში ხო ესეთი მინდა რომ ვნახო ხაბესე მინდა შეჭამე ძენსია ეხლა რამდენსაც შეჭამე ჩვენ არ დაგვიტოვა არ დაგვიტოვა ეკა შეგიძლია თუ რამ დაგჭირდება სპორტ კამპუს როგორც ქვია ქართულად იმაგას რო შევეკითხო შეგიძლია წყალი შეგიძლია ყოველ წუთს მოითხოვო არაფერს არ მოგერიდოს მოგერიდოს თუ ცუდად გახდები და ტკივილი გამოყუჩველი დალე მაინც რაღაცას ყველაფერზე იმათ უნდა მიდი და კითხე გიშვერია და ჩემოდანი არ დავიწყდეს პატარა ხო ბილეთებს დავავიწყებული ხო ახლა იმაში რაც ამას ისინი ულაგია აგერ ხედავთ თვითფენა ჯდება ეს მოჩმორმელი ლუდი დავლიოთ ხო აი სახში გიოზას გავაკეთებ და ლუდი დავლიოთ ერთად სოფელში მოვიხსენოთ ერთად კარგად კაიზა ფულსპელი რო ჩამოყავთ და ეშვით პირდაპირსა ამჯერა იაფირო ღირდეს გამყავდა გამოყავთ ხო მაგრამ მარტო ფრენაში ხლა ის უჭირდება ხო აი ხა კორეა სადაც არის იქ რო იყოს საქართველო ახლა რა გაიგებ ორ საათი ჩაფრენები გადმოფრინდები თელის სანათესაო იწერება თელის სანათესაო სად არის რა შვება მანდრად როა დოჰაში რა დროა საქართველოში რა დროს აი როდის ჩამოფრინდა ასე პირველად ვადარდებ ყველას ერთად კარგად შეჭამა კიდე ხო არ გინდა გოჩა სამადა გავიქეცე გოჩა სამადეშტა ნეტა ეკატოიშონი ჯორჯიანი იკო იკიტაი私たちは今チェキンを待ってますそしてひなたはこうやってエカのスーツケースで座っていますこれ成田とაი ეს ბორდი ფასი აქრო ახლა ნარიტა დოხარეს წელი ამ თვითფრინავს ახლა აღარ გჭირდება ეს აუცილებლად შეინახე ესეც შეინახე ბარგის ამას შავდება ამას ვაჩვენებ გაჩვენებენ აქ საიტს ახვიდე თვითფრინავში შიგნით გეიტებიც არის აქ აი იქ სენს ხედავ აბა შენიცი და იმედია ეს იაპონიის გამოცდილება ცხოვრებაში დაგიხმარა რომ ბევრი რაღაცა გადაწყდა კიდე მომავალში და ძალიან გაგვიხარდა რომ შეიძლება ვიყავით ერთი ნეტა მოხაგისტე ეკავა იქ ჩავიო შენიც და ხორნე მაგრამ არ დაკარგო ისინი იცოდე ტელეფონი ყველაფერი ხო ის არ დაკარგო სულ ეხლა რო გამოიყენე ჩანთაში ჩაიდე სადაც დაგჭირდება ამოიღე რომ გამოიყენე ნაგა ვატაში ვა YouTube で結構いろんなコメントを読みました例えばエカは私たちと一緒のこうやって人生は慣れてきてないから大変かもしれないって言ってましたけど私たちはちっちゃい時から We are growing up together and we spend 3 months and sometimes years in the village or so だからめっちゃ私たちはお姉さんたちみたいですよだから全然何もそんなことなかったです And even though we were living like very close to each other at the time we were living in Khashuri for example it was just 30 minutes away but they were always crying when we were living like we are going to some very far away country so just we are like sisters 私の妹ですჩვენ დაგვეყოთ და ესეც არ ამის მოხსნა თვითონ გეტყვია ყველაფერს ეს თვითონ არაფერი არ მოხდა რო აი ყველაფერი არ კი და კოდი არაფერი არ დაბჭვის თავარია ტელეფონი გქონდეს ყველგან რა ტელეფონი და პასპორტი და ბორდინგ პასი მიდი აბა ხადე მადლობა რომ ჩავდე იყურებ ყველანაირად და ყველაფერი მიდი ხო ყველაფერი იცი დაგვირეკე თუ რამეა ტელეფონი ხელში მაყურებელი რომ გაჩერდა ბოლო ხოჩი დიდი აბაშენის დიდი აბაშენი ჩუშტე დაიდანი ჩუშტე ხო ასე გიხალოს ის ნახე ნარიტა და ის დოხარასაც ეძებდა
აქ ვარ. აქ ქვია შენი გეითი. აქ ქვია შენი გეითი. წადი. საქმე რა 60. აქ აწერია და ნახავ. მარჯვნივარი 62 იქ აწერია. ვატაშტაჩი ვაიკანური ოშებიтай. ებო რომანი 심პაი და ეკავა ძენძე 심პაი შტე ნაინერგედო. I think she is very brave. Yeah, I mean, Bring her to the airplane by myself. Maybe I have to work as a stewardess so I can escort her. Hinata dokoniki. Hinata moiki ajoji.私たちは今映画のメッセージを持ちます。ゲートに着きました。I can't imagine that such a small girl grew up like this. And なんか日本で結構映画よりもっと若い時からこうやって旅行してますよ。日本人はでもジョージアはそういうことないから。For us it's very hard because even us, I was 21 and she was 27 for first time when we traveled. She's 19. 私たちはここ入れないな。エカにこうやってしてひなた。OK、じゃあ今からちょっと連絡しますので、ここで消しますね。როგორ გრძნობა თავს? They're too much worried. I think no one worries like me. We're not gonna sleep tonight. I'm pretty sure too because I was worried about this day since we came here to be honest. I hope she will have a safe flight. Yes. そしてエカはジョージアに着く時とかドーハに着く時はビデオを送りますのでそのビデオも私たちも楽しみに待ってます。ひなたはどんな曲かわからないけどイメージネーションの音楽で踊っているんだ。何の音楽で踊っているのかな可愛すぎるけど。大きいアイスだね。ひなたハグしてるの。ハグしたらひなためっちゃいっぱいアイスが服でついちゃうよ。皆さん、we are contacting with the pilot. She's already in the plane and this plane will fly in 10 minutes. 9 minutes. I'm tracking from my 8, phone. 7ということで私たちも今家に帰ります。この1ヶ月の間はずっとエカと一緒にいたのでなんか今は私たちと一緒にいないとなんか信じられない。 Just now I realized how Eka felt when we were leaving the village after being there for 3 months. いやーなんかエンプティになる。ひねたは今日なんででではということでエカの飛行機はもう飛びました。そして今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またね。I can't wait to upload this video because we have Eka will be already safe. だライコン。Eka's letter. ჩემო სიყვარულებო არ ვიცი როგორ. Eka minasan, tegamiを置いてきた。そして私たちは帰った時見つけた。თქვენ ჩემთვის ბავშვობიდან მოყოლებული ზღაპრების შექმნელები იყავით. მადლობა რომ ამ ფანტაზიებს ფრთები შეასხით. ყველაზე ტკბილად თქვენთან გატარებული ბავშვობის მოგონებები მახსენდება. რომ შემეძრო ჩემი თვალით დაგანახოთ უფრო მაგარი იქნებოდა იაპონიაში გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური თავგადასავალი იყო. ის ოცნებები ამისრულდა რაც ჩემთვის მიუწვდენელი მეგონა. მადლობა ყოველთვის რომ ჩემი და ჩემი ოჯახის გვერდით იყავით. ეს მოგონებები ჩემთან სამუდამოდ დარჩება როგორც წრფელი და ბედნიერი წამები რომელსაც სულ თქვენთან დავაკავშირებ. იმედი მაქვს დადგება ის დროს როცა მეც ისე გაგახარებთ როგორც ამას თქვენ აკეთებდით. შეიძლება კარგად ვერ გამოვხატავდი ბედნიერებას, მაგრამ იცოდეთ მართლა ოცნებაში მაცხოვრეთ. მთელი გულით მადლობელი ვარ. მიყვარხართ სიყვარული თქვენი ხახველა. Მაგონე? გავიშვი მეთქი და არ გვიტრია რაღაცა. არ მინერვიულები და გამხეთქა ტირილი. არიგატო ეკა.
უკვე დოჰაში ვარ, კარგადაც მიგზავრე. აი მართლა კარგად ვიგზავრე, იმისთან მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი ფრენა იყო იქიდან. ახლა მივდივარ ჩემს გეიტთან და რო ჩავწდები თვით ფრინაში შეგატყო. კონიჩივა. უკვე საქართველოდან არ ვიცი საიდან დავიწყო, რადგან ძალიან ბევრი რამის თქვა მინდა. მაგრამ პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩემი ფრენა მართლაც საუკეთესო იყო და პირველად ვიფრინე მარტო თან იაპონიიდან საქართველომდე. პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ უკვე მენატრება იაპონია. ისეთი წარმომადგენელი რაღაცები ვნახე, რასაც ბევრასდროს ვერ დავიჯერებდი თუ ვნახავდი. ის ემოციები ყოფნის დროს, ყველაფერი ახალი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მართლაც გარდამტეხი პერიოდი იყო და ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს თავისი ოცნებების ასრულება. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავ იაპონიაში ყოფნის დროს და არასოდეს არ დამოვიწყდება ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რაც მე იქ ყოფნისას მქონდა. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე და მეტჯერ წავიდე იაპონიაში, რადგან ახლა უკვე ვიცი რა მინდა რომ ვნახო, რა მინდა რომ გავაკეთო, რა მინდა რომ ვჭამო. უკვე ისე მენატრება იაპონური საჭმელები, ისე მენატრება იქაური ცხოვრება, აი ყველაზე ელემენტარული რაღაცებიც კი, რადგან ახლა უკვე ამ რეალობიდან ძნელია წარმოიდგინო, რომ ტოკიოში, იაპონიაში ვიყავი ერთი თვით. ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემ ბედნიერებისათვის, ჩემ ბედნიერების გაზიარებისთვის, ჯერ პირველ რიგში ჩემს მამიდიშვილებს, შემდეგ კი თქვენ. იმედი მაქვს მალე ჩამოვალისები იაპონიაში და ისევ მივიღებ იმ ბედნიერებას, რაც მე ერთი თვის განმავლობაში მქონდა. კარგად.